მე და მიშა ურუშაძემ ვიმუშავეთ ალბომზე სახელწოდებით Good Morning Neighbors, რომელიც გამოვა დაახლოებით გაზაფხულისკენ. დაახლოებით 5-6 წლის წინ გავიცანი მიშა ურუშაძე, ბექა გოჩიაშვილის ლაივზე უკრავდა და მალევე მოვხვდი მიშოსთან სახლში, სადაც ბუნებრივია რომ ჩავწერეთ ტრეკი ერთად. და იმდენად კომფორტული აღმოჩნდა საბედნიეროდ ორივესთვის ეს ერთმანეთთან მუშაობა და ერთი საქმის კეთება, რომ გადავწყვიტეთ, რომ თავისით მოხდა ისე, რომ ბევრი ტრეკი დაგვიგროვდა, თან პანდემიის პერიოდი დაიწყო მალევე და საშუალება დრო ჰქონდა და ვიკრიბებოდით ძალიან ხშირად, თითქმის ყოველ დღე და ჩავწერეთ ეს ალბომი, რომელიც გამოვა ძალიან მალე, ზუსტი რიცხვი არ ვიცი, მაგრამ მალე გამოვა. და ყველაზე მეტად ის მომწონს ამ ალბომში, რაც შემიძლია ვთქვა, რომ რაღაც ერთი კონკრეტული ჟანრი არ არის. არის რაღაც ფანკიც, ფიუჟენიც, ჰაუსიც, ჯაზიც. და ესეთი მრავალფეროვანი ალბომია და რაღაც გვიხარია ორივეს. მიშო ამ ყველაფერთან ერთად რომ კომფორტული ერთად მუშაობა და რაღაც გემოვნებაში ისე დავემთხვიეთ, რომ ჩავწერეთ ჩემი ტრეკები და დაუტოვე მიშოს. მიშო წავიდა ამსტერდამში, იქ ცხოვრობს და იქ ისეთი პროდაქშენი გაუკეთა და ესე უჩემოთ, ანუ დისტანციურად ისეთ ადამიანებს და არტისტებს და ჩააწერინა კიდევ ამ ჩემ ალბომზე თავიანთი რაღაც სხვადასხვა ვარიაციები, რომ აი ზუსტად ვიცი რომ იქ რო ყოფილიყავი მეც აი ისე მომეწონებოდა როგორც აიღო მიშამ თავის თავზე და ამაში ძალიან დიდი მადლობელი ვარ მიშას და დიდ მადლობას ვუხდით. სამომავლო გეგმები არის სამ ალბომის პრეზენტაცია გვექნება ამსტერდამში დაახლოებით გაზაფხულზე ეგეც როცა გამოვა ალბომი და შემდეგ ვაპირებ ნიუ-იორკში წასვლას და იქაც ჩემ მეგობრებთან ერთად რამდენიმე კონცერტის ჩატარებას.